არიან ახალგაზრდები და მეც შემხვდნენ გუშინ გადაღებისას გუშინ და დღეს, რომლებიც ინერტულები არიან, მაინც და მაინც გონიათ, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ. რას ეტყოდით ასეთ თქვენს თანატოლებს? მე არ ვიცი, სიმართლე რომ გითხრათ, ჩემ ირგვლივ ვინებიც ვიცი, ახალგაზრდები ყველა ძალიან აქტიურად ესეთი ცნობიერება საკმაოდ მაღალია ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყველას გამოუყენებია ეს შესაძლებლობა, ხო, გარკვეულწილად. მაგრამ ეს მხოლოდ შოპინგი და გართობა ხომ არ არის, რა თქმა უნდა. მე გავიზარდე ძალიან პატარა ქალაქ ჭიათურაში გავიზარდე და ანუ ჩემთვის ფაქტობრივად შესაძლებლობები ძალიან მიუღწეველი იყო ისიც რომ თბილისში ჩამოვსულიყავი ჩემთვის რაღაც დაბრკოლებების გადალახვასთან ასოცირდებოდა ხო და ანუ მე ევროკავშირმა მომცა იმის საშუალება რომ საზღვარგარეთ ანუ ამდენ ქვეყანაში მესწავლა, იქავრობა გამეცნო, კულტურა გამეცნო და ადამიანები გამეცნო და რა თქმა უნდა თვალსაჩინო გამიფართოვა და ამაზე ადამიანები ოცნებობენ და ამისთვის ადამიანები ყოველდღიურად სწავლობენ თუ რას აღარ აკეთებენ ხო ანუ ახალგაზრდები მით უმეტეს ჩვენ მართლა ძალიან ესეთი ენთუზიასტი ახალგაზრდები ყავს ჩემი ირგვლივ ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი ახალგაზრდას ვიცნობ და ყველა არის საკმაოდ ისე მოწადინებული რომ რაღაც განათლება რასაც მიიღებს მე უკან წამოიღოს და საქართველოს მოახმაროს ჩემი აზრით ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ქართველი ახალგაზრდები ასე მასიურად არ გაედინებოდნენ იყო უიზომი მოსვლა იმიტომ რომ როცა მოუნდებოდათ თქვა მარტივად წავიდოდნენ და უკან დაბრუნდებოდნენ ახლა ჩვენ ამ საშუალების წინაშე ვდგავართ რომ თუკი ქვეყანა ჩაიკეტება საერთაშორისო იზოლაციაში მყოფ ქვეყანაში ცხოვრება და მუშაობა და განვითარება ძალიან რთულია და მინდა ხაზი გაუსვა ამას იმიტომ რომ ყველამ უნდა გააცნობიეროს მათ შორის მათაც ვინც არიან ამჟამად ინერტულები და გონიათ რომ რაღაცები არ შეეხებათ ყველას ყველაფერი შეგვეხება და მე მგონი რა ვიცი ამაზე ძალიან ბევრი დისკუსია ყოფილა ამასთან დაკავშირებით ხო მაგრამ კიდევ უფრო მეტი ადამიანი წავა ანუ აქამდე თუ იყო რომ მხოლოდ საზაფხულო დაბრუნება აღარ მოუნდება უნდა არ მოუნდებათ ხო ანუ ბელორუსიდან რამდენი ახალგაზრდაა წასული თუნდაც მეზობელ ქვეყნებში ევროკავშირის ქვეყნებში ხო ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით ფიზიკურადაც ვეღარ ბრუნდებიან ადამიანის უფლებების მდგომარეობიდან გამომდინარეც მაგრამ ჩვენ რა ვიცი ქართველები ბრუნდებით კი არა საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ ვაყენებთ ბოლო თვეების განმავლობაში ხო და არა მარტო ანუ ვიტყოდი რომ იმავე პროპაგანდის ასე ვთქვათ იგივე პროპაგანდა ამბობს რომ ეს შენ არ გეხება ანუ შენთვის არ არის ვინც ამბობს რომ მე რა თუ ამ ყველაფერს დავკარგავთ რა ანუ არ უმრავლესობა ადამიანების ვინც მინახავს სხვადასხვა ქვეყნებიდან ერაზმუსში ჩამოსული არ იყვნენ რაღაცა პრივილეგირებული ოჯახის წევრები მთელი მუღამით ასე ვთქვათ მაგ ყველაფრის ეს არის რომ ყველასთვის არის რა არანაირ გამორჩეული შესაძლებლობების ოჯახიდან არ ვარ ორჯერ ვიყავი იტალიაში არავის არ დაუფინანსები ვარ აქედან პირიქით აქ დაბრუნებულ უნივერსიტეტის ვალები დამხვდა იმიტომ რომ ის იმ სემესტრის დაფინანსება ჩემი გრანტი აი თვითონ როცა ერთი დღე არ გამიტარებია აქ და საზაფხულო მუშაობა მომიხდა რომ ეგამენაზღაურებუნა მაგრამ იქ ერაზმუსის ხარჯი ანუ ევროპის ქვეყნები იხდიან ფულს რომ შენ იქ წახვიდე და შანსი მიიღო და ის რომ მესმე არ მეხება ანუ გატყუებთ იმავე იგივე ადამიანები რომლებიც სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც ატყუებენ გეხებათ თქვენ ყველასთვის არის ეს ყველაფერი მონდომებაზე არის და მეტიც შემიძლია გითხრათ ჩემი დაკვირვებით რომ პირიქით ანუ ნაკლები შესაძლებლობები მქონე ადამიანებს უფრო მეტ შეხვდებით იქ იმიტომ რომ უფრო მეტად აფასებენ ამ შესაძლებლობას ანუ განსაკუთრებული შესაძლებლობები მქონე ოჯახები ახერხებენ ისედაც რომ მთლიანად აუფინანსოს სწავლათ საკუთარ შვილებს როგორც მაგალითად ვხედავთ ჩვენი პარლამენტარების და მინისტრის შვილებს არ ჭირდებათ ერაზმუსის წასასვლელად და ზუსტად ჩვენ ნაკლებად პრივილეგირებული ახალგაზრდებისთვის არის ეს შესაძლებლობა და ის რომ არ გვეხება ჩვენთვის არ არის რა დატყუებენ ისევე როგორც ძალიან დიდი ხანია გვატყუებენ ყველას უბრალოდ ჩვენზე დამოკიდებულია ამ ყველაფერს დავიჯერებთ ხო ბეკა ბევრმა გაიაზრა რომ ეს მასას ეხება მაგრამ სამწუხაროდ რასაც მე ვაკვირდები რასაც ელისომაც ასევე ალბათ ამ გამოკითხვის დროსაც კიდევ ერთხელ დააკვირდა ბევრს ეშინია რომ ილაპარაკოს ღიად რატომღაც ბოლო ტენდენცია ეს არის რაც მე ყველაზე მეტად მდგუნავს ახალგაზრდებიც მათ შორის ღიად კრიტიკას ერიდებიან ერთ-ერთი რესპონდენტი მაგალითად მარტივ კითხვას ვერ პასუხობდა ვისი პასუხისმგებლობა იქნება თუ კი ეს შესაძლებლობები გაგვეუქმდა და მეც აი ხშირად როცა ქუჩის გამოკითხვას ვატარებთ ხვდებიან ადამიანები ახალგაზრდები რომლებიც ამბობენ რომ კი
ზუსტად ვიცი რა ხდება, მაგრამ არ მინდა გამოჩენა მეშინია. რაღაც დამატება გსურთ? ხო, რაღაც დამატება მინდა. მე რომ დავბრუნდი სწავლის დასრულების შემდეგ, ჩემი მთლიანი მიზანი ის იყო, რა ჩემი ცოდნა მომეხმარებინა ქვეყნისთვის. და ანუ რაღაც მცირე ინიციატივებიც დავიწყე და მათ შორის ჩემ კოლეგასთან ერთად დავიწყეთ ემიგრანტების პოდკასტი, ემიგრანტების შესახებ და რესპონდენტებს როცა ვწერთ ხოლმე, ან ვეძიებით, ყველანი ძალიან ისე მასშტაბურად სარგებლობენ ამ ვიზა ლიბერალიზაციის ამ პრივილეგიებით, ასე ვთქვათ და ამ სტიმულებით, რომ აი მაგალითად ჩამოვიდნენ ზაფხულობით ან როცა აქვთ ეს დასვენების დღეები და ნახონ ოჯახის წევრები და პირიქით ან ოჯახის წევრებისთვისაც არამხელა ის არის, რომ თავიანთი შვილები მაგალითად ემიგრანტმა დედებმა წაიყვანონ და იქ ნახონ ცოტა ხანი. ეს არის მართლა ოჯახებს შორის კავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ბოლო წლების განმავლობაში, ანუ ოჯახურ ღირებულებებზე რომ გვაქვს ხოლმე ხო საუბარი ოჯახები დღეს არიან ემიგრაციით გაშორებულები და მართლა დანაწევრებულები სხვა ქვეყნებს შორის. და ეს ვიზა ლიბერალიზაცია და მარტივი გადაადგილების საშუალება გვაძლევს სწორედ იმ საშუალებას, რომ ოჯახები შევაკავშიროთ კვლავ და შვილებს ახსოვდეთ დედები როგორები არიან, ხო? და თუ ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ოჯახურ ღირებულებების დამგრევი ეს ვიზა ლიბერალიზაცია, ახლა როგორ ხდება ეს მე მართლა ვერ ხვდები.